Აი რო გადავხედოთ იგივე მითოლოგიას, აი ბერძნულ მითოლოგიაში არის ინფორმაცია კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს ძალიან ფეშენებელური სამკურნალო მცენარეების ბაღის შესახებ. ანუ ჯერ კიდევ იქიდან მოდის ისტორია და ზოგადად აი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არაერთი მაგალითად მცენარეების შემოტანა, გამრავლება, გადარჩევა ხდებოდა უხსოვარი დროიდან. ხოლო რაც შეეხება აი თბილისის ისტორიით რომ დავიწყოთ, თუ დავესესხებით მაგალითად აი პლატონ იოსელიანს, ეს არის თბილისის აღწერის შესახებ წიგნში, მას უწერია რომ თბილის აი გარს ეკრა 300 ბაღი დაახლოებით. აი წარმოიდგინეთ როგორი მწვანეში ჩაფლული ქალაქი იყო. ლევანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენლად ჭხერს. წარმოუდგენლად ჭხერს ნამდვილად. აქ საუბარია გალავანში და ანუ გალავან შემოვლებულ ქალაქზე, ანუ მის შემოგარენზე. ხა დიდი ნაწილი იმ ქალაქის არის დღეს თბილისის შემადგენლობაში, მაგრამ მაშინ არ იყო, ანუ თბილისის გარეთუბანი იყო. და ერთ-ერთი უძველესი ბაღი, აი ჩვენც ვხედავთ სახეზე, ეს არის დღევანდელი აწუկე ბოტანიკური ბაღი, რომელიც არის ძველი არა მარტო საქართველოში, არამედ შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც კი. რატომ? აი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამ ბაღის ისტორია იწყება 1636 წლიდან. ელზა, ესეც სამკურნალო ბაღი იყო? აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად, აქ საუბარია სამკურნალო ბაღზე, უბრალოდ პირველადი ბაღი ამ ტერიტორიის ეს იყო ცოტა ქვემოთ ლეხვთა ხევთან, წავკისის წყლის ტერიტორიის ხეობაში და ერქვა სამკურნალო მცენარეების სამეფო ბაღი, რომელსაც აი ზოგჯერ ეძახდნენ ციხის ბაღს, იმიტომ რომ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე იყო პრაქტიკულად, დარიყალას ციხესიმაგრე იგულისხმება, ასევე ერქვა სეიდაბადის ბაღი, იმიტომ რომ იქ იყო ტერიტორია, სადაც სეიდები ცხოვრობდნენ, სპარსეთიდან გადმოსახლებული ტომები და ამიტომაც ამ ბაღმა შეიძინა ეს სახელწოდება. მოგვიანებით აი ზუსტად იქ, სადაც დღეს ბოტანიკური ბაღია, 3 სხვადასხვა ტიპის ბაღი აშენდა, ეს იყო ასევე სამკურნალო მცენარეების ბაღი, ხეხილის ბაღი და ბოსტნეულის ბაღი. ანუ მაინც აი ესეთ პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, ანუ ძალიან მცირე ნაწილი ეკავა დასასვენებელ სივრცეს. უფრო იყო აი ესეთი პრაქტიკული ნაწილი. ნუ სამწუხაროდ, როგორც ყველაფერი ჩვენს ქალაქში 1795 წელს აღიგავა პირისაგან მიწისა, ანუ გაანადგურა აღა მაჰმად-ხანმა. და 1801 წლიდან, როცა ქვეყანაში შეიცვალა მოცემულობა, ბაღი და დარჩენილი ნაწილი, რაც იყო ამ ბაღში, გადავიდა სახაზინო მფლობელობაში და დაიწყო ნელ-ნელა აი ამ ბაღის განვითარება. და საბოლოოდ 1845 წელს სააფთიაქო ბაღმა, ესე ეძახდნენ, სააფთიაქო ბაღი, სააფთიაქო ბაღმა შეიძინა ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა და დაერქვა კიდევაც ესე ბოტანიკური ბაღი. და ამ ბაღიდან ხდებოდა მაგალითად 1859 წლიდან უკვე დეკორატიული ხეების ნერგებს და ბოსტნეულის ჩითილებს უფასოდ აძლევდნენ ხალხს. ოღონდ აი ვინმეს გამოერთმია, წაეღო და დაერგო რამე დეკორატიული ამ ქალაქში, ანუ უფასოდ ხდებოდა გაცემა. გარდა ამის, ანუ იმ პერიოდში შენდება აი ირიგაციის ისეთი სისტემები, თიხის მილებისგან გაკეთებული, აკვედუკებიდან იყო გადმოყვანილი ისეთი სისტემა, რომელიც დღემდე მუშა მდგომარეობაშია. ანუ იმდენად აი ამდენ ხანს გაუძლო ამ სისტემამ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აი ეს ბაღი არის განსაკუთრებული, ეს არის მისი პირველი დირექტორი, მაგალითად, ეს იყო გერმანელი კოლონისტი, თბილისელი, ჩვენ გერმანულ კოლონისტებზე გვისაუბრია ძალიან ხშირად, თბილისში დაბადებული გერმანელი კოლონისტების ოჯახში როლოვი, გვარად ადოლფ როლოვი, რომელმაც აი ბოტანიკური ბაღი აქცია რაღაცა სამეცნიერო კერად. მაშინ გაიხსნა უამრავი განყოფილება, არაერთი ჯიშები იქნა, როგორც ენდემური, ისე შემოყვანილი ჯიშები შემოყვანილი აი ამ ბაღში და შეიქმნა ორანჟერეა და ნუ აი ძალიან განვითარდა ეს ბაღი. კიდევ იყო სხვა გერმანელი ჰაინრიხ შარერი, ამაზე მე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებ. მოკლედ გერმანელმა ბოტანიკოსებმა ეს ჩვენი ბაღი საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, შემდეგ ქართველებიც იყვნენ, მაგრამ აი სხვა ხარისხზე აიყვანეს და მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, აი
დღეს რა ვითარებაა ამ ბაღში 3500-ზე მეტი სახეობაა თვითონ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ეს არის წავკისის წყლის ხეობაში და იმდენად უნიკალური მდებარეობა აქვს რომ ყველა ტიპის ხე მაგალითად აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ხმელთაშუა ზღვიდან, აზიიდან ყველა ტიპის ხე ხარობს და აი 3500-ზე მეტი სახეობის სცენარი გვაქვს. დღესაც ინარჩუნებს შეიძლება ითქვას თავის უნიკალურობა. აი მე მინდა გითხოთ აი თქვენ თუ გაქვთ ბოტანიკური ბაღი დათვალიერებული გიდთან ერთად. არა, გიდთან ერთად არა, მაგრამ დამოუკიდებლად არა ერთ. კი, მე ჩვენი პროფესიის მნიშვნელობას უსვამ კიდევ ერთხელ ხას, აი თქვენ რომ დაათვალიეროთ ეს ბაღი და აი მოსახლეობასაც რომ უთხრათ გიდთან ერთად ან ბიოლოგთან ერთად, აი თქვენ უბრალოდ აღმოაჩენთ ახალ სივრცეს ჩვენს ქალაქში. ეს არის უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომლის გავსი ძალიან ცოტა შეიძლება იყოს. ამ ბოტანიკური ბაღის ყველა სივრცეში შეუძლია ადამიანს გასეირნება თუ არის რაღაცა დაკეტილი. ნუ რა თქმა უნდა არის დაკეტილი ზონები, ახლა ჩვენ ამის მიზეზები ვიცით, მაგრამ მე მინდა სანამ აი ამ ზონას ძიმე კადრი მინდა გაჩვენოთ, მანამდე აი ეს ხე ჩანს უკვე რამდენი ხანია, შარშან გადავიღე ეს ხე, ფიჭვის ხე არის და ამ ხეს იქაურმა გიდებმა მithეს რომ ქვია დამაქრივებელი და რატო ეძახიან ამ ხეს ასე ისხამდა ძალიან მძიმე წონის გირჩებს და როდესაც აი ბრაკონიერები ჩეხავდნენ ხეებს ამ შემთხვევაში, როდესაც სულს დაკრავდნენ, ცვიოდა ეს გირჩები და კვდებოდნენ და ქალები ქრივდებოდნენ და ამიტომაც დამაქრივებელი ქვია ამ ხეს. ძალიან შთამბეჭდავი, აი განსაკუთრებული ფანტასტიკა. საოცარი. ეხლა მე მინდა ერთი სურათი გაჩვენოთ, აი მისასვლელი უბრალოდ ბოტანიკურ ბაღთან, ეს არის მირზაშაფის ქუჩა. არაერთხელ მიხსენებია მე ეს ქუჩა. რა ხდება უბრალოდ თანამედროვეობაში, ერთი ხო აღა მაჰმადხანმა გაანადგურა ეს ბაღი მთლიანად. აი შეხედეთ თბილისის ისტორიულ უბანს, ანუ ადგილს, სადაც აი პირველადი აი რაზეც ვისაუბრე, საფთიაქო ბაღი. ეს არის ის ტერიტორია, სადაც საფთიაქო ბაღი იყო, კი ბატონო. აშენებული პირველი ბაღი. უბრალოდ მიმდინარეობს აი როგორი მშენებლობა, საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. მთლიანად კლდის მოჭრა ხელით ვანგრებთ ჩვენს ხალხს და ამ უნიკალურობას ფაქტობრივად უკარგავთ ვიღაცის ბიზნეს ინტერესების გამო ბეტონის ჯუნგლებად ვაქცევთ ძველი თბილისის ტერიტორიასაც. პრინციპში საყდრისის ამფეთქებლებისგან და გელათის ჩამომქცევლებისგან რომლითაც გადაწყვიტეს ისე პოლიტიკური დავითქულების დაწერა ესეც ალბათ წარმოუდგენელი ამბავია არ უნდა გაგვიყვეს. და მშენებლობა მიმდინარეობს ინტენსიურად, ამას მოყვა ის რომ ერთი კედელი საერთოდ ჩამოიშალა, ლეხვთახევი სადაც არის უნიკალური კანიონი, მთლიანად გადაკეტილია, იმიტომ რომ დაიწყო ქვათაცვენა და წარმოუდგენელი ამბავია რომ აღა მაჰმადხანი და ჯალალედინი კი არ შემოგვესია, უბრალოდ ჩვენ თვითონ ვანგრევთ ქალაქის ისტორიულ ნაწილს, რაც არის უკიდურესად დამამწუხრებელი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვიდრე ეს ბეტონის შენობები ამოშენდებოდა, კლდის საკმაოდ დიდი ნაწილი მოიჭრა, ხო, ჯერ ამ კლდის მოჭრის სამუშაოები იყო და ამავე ფოტოზე არ ჩანს მარცხენა ფერდზეც საშინელება ხდება და იცი ელზა აქ გამიჩნდა კითხვა და გაოცებას იწვევს, აი ყველა ტურისტების აღნიშნავს ტურისტული ზონაა, პირველი რაც ჩანს არის ეს ნაწილი. რა მინდოდა მეკითხა, ეხა გამიჩნდა ესეთი კითხვა, აი უნიკალურ ჯიშებზე, რაზეც საუბრობდი 3000 სახეობის, ხო? შენებლობა, არ ვიცი, ბეტონის დღვება, მტვერი, ეს ყველაფერი გარდა ამ იმისა, რაცაც აზიანებს და ეს თვალნათელია, ალბათ ამ ენდემურ ჯიშებსაც აუცილებლად აზიანებს. ანუ მთლიანად აი კომპლექსური განადგურება ხდება, არა მარტო მაგალითად ფასადების და ნაწილის. რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ეჭიც არ მეპარება ამაში. იმიტომ რომ იქ არის სპეციალური სივრცე შექმნილი, ერთგვარი ბალანსია, რომელიც ირღვევა აი ამდენი მშენებლობების. ხო, იმიტომ რომ როცა საუბრობ შენ რომ ეს უნიკალურმა ენდემურმა ჯიშებმა დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან გაიხარა, ალბათ გაიხარა, იმიტომ რომ რაღაცა ეს ნიავი იქნება, ქარი იქნება თუ წყალი თუ შენ რაღაცნაირად ისე მოძრაობდა ამ ხეობაში, რომ ამ ყველაფერს ეხმარებოდა. თავისთავად ცხადია. ეხლა მე ვისაუბრე გერმანელებზე, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს აი ამ ჩვენი ბაღების განაშენიანებაში. მინდა გავიხსენოთ ქართველი მებაღე, უნიკალური ადამიანი მიხეილ მამულაშვილი, მცხეთელი,
რომელიც არის ილიას საგურამოს ბაღის მთავარი მებაღე იყო, იმიტომ რომ ილიამ მას თხოვა დახმარება. ეს კაცი არის უნიკალური ადამიანი, გვაქვს ფოტო მიხეილ მამულაშვილის. ამ ადამიანს ილიამ თხოვა დახმარება და როგორი ადამიანია 1873 წელს არის დაბადებული და გარდაიცვალა 1973 წელს. აი წარმოიდგინეთ რა ეპოქამ გაიარა მის თვალწინ. და ამ ადამიანმა ესე იგი 2000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, ეს არის სვეტიცხოვლის ძირში პირდაპირ, შექმნა უნიკალური ბაღი, სადაც იყო გაშენებული ათასობით სხვადასხვა სახეობის მცენარე, საოცარი ყვავილები და ესეთი ის მაქვს მისი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, აი ბავშვობიდან იყო აი მოყვარული აი ამ მეყვავილეობის და ამბობს ესეთ რამეს, რომ როდესაც დავინახავდიო, რომ მცენარე ჭკნებოდაო, იმ დღესო შეერი ვიყავიო, ანუ საჭმელს არ ვჭამდიო, ისე ვიყავი დაღონებულიო და როდესაც ილია მოუკლეს 1907 წელს, აი თქვენ წარმოიდგინეთ, შემდეგი 20 წელი უვლიდა ილიას ბაღს და ამბობდა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ამ ბაღს ვარდები არ მოაკლდებაო. აი ეს ამისთან ადამიანზეა საუბარი. და ერთადერთი აი მისი თხოვნა იყო და სურვილი რომ აი ამ ბაღს გაეგრძელებინა არსებობა და ჩვენ იმის მერე ძალიან ბნელი პერიოდი გავიარეთ მთელი რიგი ამბავი გაჩანაგდა დიდი ნაწილი ამ ბაღის და მისი შვილთაშვილის ანუ ასევე მიხეილ მამულაშვილის ძალიან დიდი მონდომებით მე მისი არაერთი რეპორტაჟი გასულა მასზე და ბევრი ინტერვიუ მაქვს მისი მოსმენილი გაიხსნა სახლ-მუზეუმი მთლიანად ვერა 2000 კვადრატი მაგრამ რაღაცა ნაწილი მისი ბაღის არის გადარჩენილი და 2023 წელს აი გაიხსნა ეს მუზეუმი თუმცა სამწუხაროდ მთავარი მასპინძელი ეს მიხეილ მამულაშვილი ძალიან ახალგაზრდა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა სამწუხაროდ მაგრამ მუზეუმი არის ამ ადამიანის თანატოვარი და მცხეთაში ჩვენ კიდე დამატებით ერთი ლოკაცია შეგვიძლია დავამატოთ აი ამ მოსანახულებელ სიას როდესაც მოვინახულებ სვეტიცხოველს შეგვიძლია ნახოთ ეს უნიკალური ბაღი რომელიც ეკუთვნოდა მიხეილ მამულაშვილს. ეხლა რაც შეეხება დეკორატიულ ბაღებს, ანუ სააფთიაქო ბაღებიდან, აი დეკორატიულ ბაღებზე გადასვლა მოხდა მაგალითად ჩვენს ქვეყანაში იმით, რომ პრივილეგირებული ფენისთვის ხდებოდა აი ამ დეკორატიული ბაღების მშენებლობა და ჩვენ მაგალითად საქართველოში აი ასეთი ტიპის ბაღების შენების რაღაცა მემკვიდრეობა არ გაგვაჩნდა. მაგალითად, აი როგორც აქვს საფრანგეთს, აი ჩანს კიდევაც ფრანგულ ბაღებში, აი ფოთოლიც კი არ არის თავის ნებაზე, ხო? სრულად ადამიანი არის დომინანტი, ანუ მთლიანად ადამიანი ქმნის დიზაინს, ყველაფერს ერთად და შევხედავთ, ანუ ფრანგული ბაღები ძალიან შთამბეჭდავია. მაგალითად, აი ინგლისური ბაღები რო ავიღოთ. ინგლისურ ბაღებში არის პირიქით ადამიანების ჩარევა მინიმალურია და მთლიანად ბუნება არის დომინანტი, ხო? აბსოლუტურად, აი ნახეთ ეს ინგლისური ბაღის სახე არის. აი ჩინური, იაპონური ბაღებია კიდე ძალიან საინტერესო, როდესაც ჰარმონია არის. აი ნახეთ ეს არის შერწყმული ყველაფერი ერთად და ძალიან შთამბეჭდავია და ვინაიდან აი ჩვენ აი ესეთი მემკვიდრეობა ბოტანიკურ ბაღშიც ხო გვაქვს რაღაც იაპონური კუთხე არის კი ახლა საკურას ყვავილობა იყო ფესტივალი აღინიშნა ხოლო თბილისის ბაღს რაც შეეხება ერთ-ერთი პირველი ბაღი რომელიც აი პრივილეგირებული ფენისთვის აშენდა გაკეთდა გაშენიანდა ეს იყო ალექსანდრეს ბაღი რომელიც ეროვნული გალერეის უკან არის აი ქაშვეთის მიდამოებში და ამ ბაღის არქიტექტორად მაშინდელმა მეფისნაცვალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ მოიწვია შვედი არქიტექტორი ოტო სიმონსონი. მერე? დროში ძალიან შევიზღუდეთ, ხო? არა. ჯერჯერობით გვაქვს დრო. ხო, გავაქცევოთ და. ოტო სიმონსონი, რომელმაც შექმნა ეს ბაღი პრივილეგირებული ხალხისთვის და ნახეთ, აი აქ უბრალოდ ადამიანების შესვლა, უბრალოდ დაბალი ფენის ადამიანების შესვლა იყო შეუძლებელი. აი კი ხედავთ, რომ ეს არის შემოღობილი. ეს არის ალექსანდრეს ბაღი. ალექსანდრეს ბაღი, კი ბატონო. ქაშვეთის უკან, ანუ ქვემოდან არის გადაღებული. და ამ ბაღში ამის არქიტექტორიც იყო ოტო სიმონსონი და აი რო ვახსენე შარერი, ეს იყო ჰაინრიხ შარერი, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი, ვინც იყო, მთავარი ბოტანიკოსი ამ ბაღის იყო ზუსტად შარერი. და აქაც ძირითადად 1865 წელს გაიხსნა ეს ბაღი
და იყო პავილიონები, მაგალითად, საგამოფენო სივრცე, სავაჭრო სივრცე იყო აშენებული, კაფე, რესტორნები, სადაც აი ესეთი ელიტა იკრიბებოდა. გარდა ამისა, იყო ყველაზე მთავარი ბაღი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა თბილისელებს, ეს ბაღი ახლა ყველამ ვიცით, ეს არის ორთაჭალის ბაღები, სადაც უკვე არ იყო რაღაცა ისეთი სოციალური ფენის თუ მდგომარეობის მიხედვით არ ხდებოდა სტუმრების გარჩევა, აი ესეთი რუკა გვაქვს, ორთაჭალის ბაღები, სახალხო ბაღი, სადაც ერთად ილხენდა მაგალითად თავადი და ვაჭარი, სხვა პერიოდში ერთმანეთთან დაპირისპირებული. ალბათ ყველაზე დიდი გუგუნი და გრიალიც და ასე ვთქვათ, სინამდვილეც და ნატურალიზმიც სწორედაც რომ ამ ბაღებში იქნება. თან ეს ბაღები იყო დანაწილებული, ყავდა კონკრეტული მფლობელები, იყო კერძო საკუთრებაში და ეს ბაღები იყო მოწყობილი ძალიან მაღალ დონეზე და ერთმანეთს ფუნქციაც ხო ქონდა ელსა ეს კი მოყვები ამ ფუნქციაზეც, კი ბატონო, ერთმანეთს აი ესე უერთდებოდა აგურის დატკეპნილი ხეივნებით და აი რო გავიხსენოთ, რამდენიმე მფლობელის გვარი არის შემორჩენილი, მაგალითად ამ ბაღების მფლობელები იყვნენ ძაგანიები, მაკალათიები, ელიავები, აი მეგრელები როგორ მოხვდნენ აი ამ ბაღების მფლობელობაში უცნობია, მაგრამ აი მაგალითად ტერენტი გრანელი, როდესაც ჩამოდიოდა თბილისში და როდესაც აქ იყო, ძალიან ხშირად რჩებოდა აი ბაღის მფლობელ ელიავას სახლში საკმაოდ და აი მწერლების, მხატვრების, მოკლედ ცისფერყანწელების თუნდაც აი შეკრების ადგილი იყო. ცნობილი რესტორნებიც. ცნობილი რესტორნები. ალბათ აი ამ მაგ ორთაჭალის ბაღების უნიკალურობასაც შექმნიდა ის მტკვრის ბუნებრივი კალაპოტი და კუნძულები, რომელიც სანამ მოექცეოდა ასე ვთქვათ. კი, აი აქაც ჩანს რუკაზეც, რომ ორთაჭალის ბაღი ორთაჭალის კუნძულზე იყო მოქცეული. ეხლა კიდევ ერთი დაწესებულება რომელსაც სანამუსო სახლები ერქვა, აი საროსკი პოები ასე. ვთქვათ, ორთაჭალის ბაღებში იყო მრავლად და იქ იყვნენ ასე ისეთი სუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომელსაც აფრინდა ქალებს ეძახდნენ ძოხილში. ანუ სხვანაირად გაფოლორცებული ქალიო ესე ეძახდნენ, ანუ სახელგატეხილი ქალები და ყველას გვაქვს გაგონილი ესეთი ფრაზა, რომელიც უკავშირდება ორთაჭალის ბაღებს და ზოგადად ამ ისტორიას. ხუდი რო შეუგდო არ შევაო, ხო გაგვიგია ყველას ეს ფრაზა. ეხლა რას უკავშირდება ეს ამბავი? აი ესეთ სანამუსო სახლებში თურმე კაცები, რომლებიც თავს იკავებდნენ შესვლისგან, ეს აფრინდა ქალები ესე ქუდს გასტაცებდნენ და შეაგდებდნენ აი ამ სახლებში და ისინი უქუდო სიარული კიდე თავშიშველი სიარული ეს დიდი სირცხვილი იყო და აი ესეთნაირად აიძულებდნენ, ცდილობდნენ აი ამ მამაკაცების შეტყუებას აი ამ სანამუსო სახლებში. აქედან მოდის თურმე ამის ისტორია. ეხლა გარდა აფრინდა ქალებისა მაგალითად აი ჩვენი ფიროსმანი ორთაჭალის ტურფებს ეძახდა, აქ იყო კიდევაც ნაჩვენები ეს ტურფა და მოკლედ ესეც ერთ-ერთი აფრინდა ქალია ესე ერთ-ერთი აფრინდა ქალია, კი ბატონო. სხვათა შორის აი ორთაჭალის ბაღები განსხვავებით ალექსანდრეს ბაღისგან, ანუ ალექსანდრეს ბაღი დღეს ამ ბაღს ქვია 9 აპრილის ბაღი, შემორჩენილია, ანუ გადარჩენილია არქიტექტურაც ჩანს და ამის საპირისპიროდ აი ორთაჭალის ბაღებიდან არაფერი არ შემოჩანს. აი ალექსანდრეს ბაღს რაც შეეხება, შუაში ალბათ გზაყოფს, ეგ ერთიანი იქნებოდა, ხო? ანუ ბოლომდე იქნებოდა, მაგრამ ნუ ის ქვედა ნაწილი აი მშრალი ხიდიდან რო შემოდიხარ, აი ეს უნიკალურობა მაინც შენარჩუნებულია, ძალიან მომწონს მეც აი ძალიან. იმ ქუჩით მოხდა გაყოფა, თაბუკაშვილის ქუჩით, ზედა ნაწილი იყო ეს ალექსანდრეს 9 აპრილის ბაღი და ქვედა ყოფილი ყაბახი, საყაბახე ადგილი, ესეც ძალიან ცნობილია დღეს ლეონიძის პარკი და აი არქიტექტურა ნამდვილად ჩანს და ეს ფუფუნება ნამდვილად შესამჩნევია. ეხლა თბილისს რო გავწდეთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას რო შევეხოთ, ერთ-ერთი პირველი ბაღი, რომელიც შეიძლება გავიხსენოთ, ეს არის წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის ბაღი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ბაღია და ამ ბაღშიც აი როგორი სიტუაცია იყო. აქაც არქიტექტორი არის შვედი, გვარს გავიხსენებ, ადოლფ რეგელი, რომელმაც უნიკალურად ეს არის დაპროექტების თვალსაზრისით ერთ-ერთი უნიკალური ბაღია. ფანტასტიკური ბაღია ნამდვილად. რო არ გაგვექცეს დადიანების ბაღთან გადავინაცვლოთ, დღეს უკვე ზუგდიდის ეგრეთ წოდებული არა, აწუკვე ბოტანიკური ბაღი, რომელიც იყო დადიანების რეზიდენციის დეკორატიული ბაღი, რომლისთვის გასაკეთებლად დავით დადიანი არ ზოგავდა სახსრებს და მან ეკატერინე ჭავჭავაძე დანიშნა მართვა გამგებლად და აი
იონა მეუნარგია წერს, ეს ზუგდიდის ბაღია. იონა მეუნარგია წერს, რომ მაგალითად თესლები, ნერგები მცენარეების პარიზიდან, ვერსალის ბაღებიდან იყო გამოწერილი. ანუ ისეთი ბაღი შექმნეს დადიანებმა, რომელსაც აი კავკასიაში არ ჰქონდა ანალოგი და მარტო ფლორა კი არ იყო, ფაუნის ისინიც იყო წარმომადგენლები, მაგალითად ირმები, ქურციკები ყირიმიდან ყავდათ ჩამოყვანილი და ადამიანის ხელით მიდიოდნენ ადამიანებთან, იყვნენ ჩვეულებრივ კომუნიკაციაში. ეს ბაღი სამწუხაროდ ომარ ფაშას ურდომ სრულად გაანადგურა 1856 წელს, მაგრამ იტალიელი ბოტანიკოსების და მებაღეების დახმარებით ეკატერინე ჭავჭავაძემ მოახერხა ამ ბაღისთვის აი ამ დიდებულების დაბრუნება. ეხლა როდესაც საუბრობთ დეკორატიულ ბაღებზე, მე უბრალოდ მინდა დროში ჩავეტიო, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს თან როცა სამეგრელოში ვართ, მეგრული ეზოების ფენომენი. აი ხო ის რაღაცა განსაკუთრებული მოვლენაა გენეტიკურად. მე პირველად სამეგრელოში მოხვდი, მოკლედ ვიტყვი, პირველად რომ მოხვდი, აქტიული ვარ და რაღაცა გავოცდი, მე ვერ წარმომედგინა, რომ ესე შეიძლება და მოგეწყო ბაღი და იდეალური ყოფილიყო ყველაფერი ერთად, ბაღი, წინკარი, სახლი, ყველაფერი იყო საოცარი. ჰარმონია არ არსებობს სოფელი, არ არსებობს ეს სახლი გამონაკლისის გარეშე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ყველგან არის აი სიმდიდრე და ფუფუნება მეგრული ეზოების სახით. და დღეს მინდა გაგაცნოთ სისუფთავე და მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ეს ხა კიდე სხვა თემაა. მინდა გაგაცნოთ ზუგდიდში რადგან ვართ, ზუგდიდის რაიონის სოფელი ჭკადუაში გამოჩნდა ეს სოფელი. ეს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული სოფელია, თქვენ სკოლასაც ხედავთ, რომელიც არის აი ძალიან სახელოვანი და განსაკუთრებული სკოლა, არა მარტო ზუგდიდში, მთლიანად რეგიონში. და ეს სოფელი ისტორიული იმით არის, რომ ეს არის დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ადგილი. 1873 წელს აქ საცხოვრებლად ჩამოდიან სალომე დადიანი და მისი მეუღლე აშილ მიურატი, ანუ სიძე ჩვენი მეგრელების და აქ იწყებენ მეურნეობის გამართვას და დღემდე სხვათა შორის აი სალომე და აშილ მიურატების შთამომავლებმა მოახერხეს ამ სივრცის შენარჩუნება და დღეს ჭკადუაში არის უნიკალური მუზეუმი და მეურნეობა, სადაც კარი ღია ყველა ადამიანისთვის. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ აი მეგრული ეზოები, რომელიც არის მე არ მინდოდა ინტერნეტიდან ამეღო რაღაც სურათები, უბრალოდ კონკრეტული ადამიანების ჭკადუაშელების ეზო და მე პირადად აი მაქვს წინადადება, რომ ამ ეზოებს და საერთოდ ეზოსმოვლის კულტურას მივანიჭოთ ძეგლის სტატუსი. აი ეს არის გივი ჯაიანის ეზო, ძირძველი ჭკადუაშელი. აი ნახეთ, უბრალოდ ამ ეზოს სილამაზე კიდე არ ჩანს ფოტოებით. მე მინდა პატარა ვიდეო გვაქვს, სადაც მინდა გაგაცნოთ ამ ეზოს ბინადარი, ანუ მეგრელებს უკვე არ ყოფნით თან ჯაიანები, ესენი თავადები იყვნენ და ეს თავადური ეზო და მამულია. გთხოვთ, აი ნახეთ ბინადარი ამ ეზოსი, ეს არის ფარშევანგი. ეს არის 2 დღის წინ გადაღებული ვიდეოა. ეს ერთი ფარშევანგი არ არის, მხოლოდ აქ არის რამდენიმე ფარშევანგი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ეზოში უბრალოდ სეირნობა. რამხელა ბედნიერება. კიდე სხვა ეზოებიც გვაქვს. ვაჩვენოთ სხვა ეზოები, მაგალითად, ასევე არის ჭკადუაშის მკვიდრების, ანუ მხოლოდ ჭკადუაშის მაცხოვრებლების ეზოები. მინდა რომ გაჩვენოთ. გთხოვთ შემდეგი ეზო, ეს არის ომიანი ნაჭყებიას ეზოა, ვეტერინარი, ჭკადუაშელი, აი ჩვეულებრივი ფრანგული ბაღია. და როგორ არის გაკეთებული, აი რამხელა შრომაა ჩადებული ამ ეზოების მოსავლელად. ნახოთ შემდეგი ეზო, ეს არის გიორგი ყუფუნიას ეზო, ვერსალია ჩვეულებრივი, ანუ ისეთი საოცარი ეზოები, აქაც დეკორაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კიდევ ნახოთ სხვა ეზოები. ხანუ სამეგრელო გამოირჩევა, ამიტომ ესეთ ეზოში რო ცხოვრობ, მენტალურადაც მეგონი არაფერი აი ნახეთ, ეს არის ეზო, აი შეხედეთ, ტიპიური ფრანგული ბაღია. ამხელა გემოვნება ეტყობა კიდე შრომა. ძალიან დიდი შრომის შედეგად არის ესეთი ეზო. ალბათ სოდნაც უნდა და ეს ტრადიცია ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ მეგრული ეზოები არის გენეტიკური დონე არის, სხვა ეზოებიც ესეც არის. ეს უნიკალურია. ეზო მეგრული ესეც ძალიან საინტერესო ეზოა.
გამორჩეული ხალხია ეს მეგრელები ნამდვილად. ნუ ესთეტიური და აი ამ კულტურის მატარებელი ხალხია ნამდვილად. კიდევ აჩვენოთ ერთი დათო ანთიას ეზო, რომელიც არის ჭკადუაში, ერთ-ერთი გამორჩეული ეზოა. კი ბატონო. თან ყველაზე საინტერესო ის არის და შთამბეჭდავი რომ ამ ეზოებს ყველას აქ ღია ღობე, ანუ აქ არ არის გალავანი და ეს გალავანი ცოტა ამძიმებს და მაგანაც გამაოცა დასავლეთში რო პირველად მოხვდით ხო გითხრათ რომ ანუ არაფერი არ არის დაფარული. ღია. დიდი მაღალი ღობეები. აქ რაღაცა ხშირად შეხვდება რომ შეიძლება შიგნით სილამაზეა, მაგრამ გალავანი აქ შემორტყმული და დამწყდეული ვითხარ და აქ გარე თვალსაც ახარებ და შენ თვალსაც ახარებ ხო შიგნიდან. კიდე იყო ეზოები უბრალოდ თხოვოთ თუ არის გაგვიხსნას ეზოები. ხო, საერთოდ. რამდენიმე საინტერესო. ხო, მე მგონი ყველა იყო, ხო? არა, კიდე არის დარჩენილი ეზოები. ხო, ეს უკვე ვნახეთ. ხო, არა, როგორც ჩანს ამოვწურეთ მე. ამოვწურეთ. რაც ხელთ გვაქვს ეს არის. ელსა. ესე კიდე იყო რამდენიმე ეზო, უბრალოდ არ ვიცი რატო არ ჩანს, კი, საინტერესო ეზოები იყო რამდენიმე. და ამ ფოტოების გამოგზავნისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მაკა ნაჭყებიას, რომელმაც არ დაიზარა და ესე გულით გადაიღო ეს ფოტოები და გამოგვიგზავნა და გაგვახარა. თან ეს არის სულ ახალი ფოტოები, ეს არ არის. ეს ახალი გამოგზავნილი ფოტოები. 2 დღის წინ გადაღებული ფოტოები. ხო, ეთყობა რომ გაზაფხულია ჩანს. ჯერ ახლა ის ყვავილები არ არის და ადრეული გაზაფხულის ფოტოებია. აი დასავლეთშიც რომ მიდიხარ თქვა აჭარისკენ და აი ამ სამეგრელოს ამ ნაწილს გაივლი, სადაც უკვე ეს ეზოები ჩანს ადამიანს მართლა ესთეტიურ სიამოვნებას მე წამოვიღე სხვათა შორის რაღაც იასამანი, არ ვიცი სადაური, სამეგრელოდან წამოვიღე მაჩუქეს, დუშეთში მაქვს მე სახლი და რამდენიმე წელია, ნუ აი წვალებით, მაგრამ მეტყობა კლიმატთან უჭირს და ნუ მაინც გადამირჩა, მაგრამ ძალიან დაჩაგრულია კი. შენი ეზო როგორ გამოიყო? სხვა შორის ჩემი ეზოც ამასაც გამოვიცდილო ყოველ შემთხვევაში. შენ თვითონ იღებ მონაწილეობას? კი, მე თვითონ აბა რა. ჯერ ვინც ბებია, პაპა, ვინც ბებია განსაკუთრებით უვლიდა და ნუ შემდეგ მე გადმოვიბარე და როგორც შემიძლია. და არის ალბათ ანტისტრესიც. ნამდვილად არის ანტისტრესი, ბევრი ხე მოვჭერი, ბევრი თავიდან გავახარე და ამ შემდეგ რა. და საბოლოოდ რისი თქმა შეიძლება თუ მაგალითად არ გვაქვს საშუალება მოგზაუროთ პარიზში და ვნახოთ ვერსალი, დავგეგმოთ მოგზაურობა სამეგრელოში, ვეწვიოთ ჭკადუაშს და ვნახოთ მეგრული ვერსალი, მეგრული ეზოების სახით. ნამდვილად და თუ აი ამ რუბრიკას უსმენდით და თუ არ უსმენდით, გთხოვთ რომ გადაახვიოთ და შემდეგ ნახოთ რა არის ქალაქის და ქალაქების მოვლა. რა იყო, რა ტრადიციები გქონია, მადლობა ამისთვის. მე მიყვარს შენი რუბრიკა არაერთხელ მithქვამს.